მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო, თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში ისევ სასარგებლო პოდკასტის ხმა ისმის. მე ვარ თემო ვაშაკიძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებით საფეხურის ხელმძღვანელი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ხათუნა რაზმაძე, დაწყებითი საფეხურის კლასების ექსპერტი, არაერთი სასკოლო წიგნის ავტორი, ორგანიზაცია HEYS დამფუძნებელი და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, ჩემი თანამშრომელი. ჩვენ ერთად ვიზიარებთ სასკოლო სივრცეს. მადლობა მოწვევისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. მადლობა სტუმრობისთვის, ქალბატონ ხათუნა, პირველ რიგში. სანამ შევეხებით იმ თემებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება სასკოლო საზოგადოებებში და არა მხოლოდ, მინდა გკითხოთ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, მოკლედ, რატო აირჩიეთ მასწავლებლის პროფესია? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ესე გულღია და გულწრფელები რო ვიყოთ, აღარ არის ისეთი პოპულარული ჯერჯერობით მასწავლებლის პროფესია, თან თუ ვიტყვით რომ რაღაცა ესე ციფრულ ეპოქაში ძალიან ბევრი პროფესიები გაჩნდა და მიიზიდა ახალგაზრდების ყურადღება, მასწავლებლობა ეგეთი ის აღარ არის და თქვენ რატო აირჩიეთ თავის დროზე მასწავლებლობა? და ისეთი საინტერესო კითხვაა, რომ ბავშვობაში მართლა არ მიოცნებია მასწავლებლობაზე. მინდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი და აი ერთხელაც მომიწია რაღაც სტაჟირების პროცესში, ანუ მეორე მესამე კურსის სასკოლო სივრცეში აღმოჩნდი და ეს ფიქრობ ერთხელ თუ შეხვალ და იმ სიტყვებას ნახავ, აი ბავშვების ანთებულ თვალებს, აი გიზიდავს. და აბსოლუტურად სხვა კუთხით წავედი, იმიტომ რომ მე სოციოლოგი, ფსიქოლოგი ვიყავი და რეალურად მეორადი ინსტიტუტი დავამთავრე მე რომ აუცილებლად სკოლაში მომხდარიყავი. იმდენად მიმიზიდა ამ საქმიანობამ თავისი ერთი შეხედვითაც კი, იმიტომ რომ ის 2 წელი მხოლოდ სტაჟის გამო ვიყავი სკოლაში და თუ ერთხელ შეხვალ და გაიგებ სიტყვებას, მე მგონი რომ იქიდან გამოსვლა. ყველაზე დიდი აზარტი რა არის მასწავლებელობაში თქვენი აზრით? ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მართლა არის ის, რომ აი ბავშვების პირველ რიგში ანთებული, გაბჭყალებული თვალები როცა ამბობს, გავიგე, აღმოვაჩინე, მივხვდი და წლის ბოლოს ეს დათესილი რაღაცა მარცვალს რო დათეს და რო ამოვა და ამოიბიბინებს. ჯეჯილი, აი ეს არის ყველაზე დიდი, აი ეს რა ვიცი, ფრენა რო შეგიძლია, მაშინ რომ სიხარული მაგითაც ეს მე მასწავლე, გამომივიდა მას როგორც მასწავლებელს, ესეც გაიგე. მე სულ ვიძახი ხოლმე, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტული ბენეფიტი რა, ანაზღაურება რაღაც, რომ რაც გიფარავს ზოგადად აი იმ ენერგიას, იმიტომ რომ და იმ დაღვას, რომელსაც რაც აყვირელი ახლავს მასწავლებლობას, მაგრამ აი ერთი მათი ჩახუტება, ერთი მათი აი კიდევ გაბრწყინებული თვალი, რომ გაიგო, მოეწონა და აი მის თვალებში რომ უკვე რთოლვას ხედავ, რომ რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ ხო თავარი ის არის, რომ სწავლით მიიღოს ბავშვმა სიამოვნება. სწავლა არ არის იძულებითი და ვთქვათ არ უნდა იყოს განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. ეს უნდა იყოს თამაში, აღმოჩენა, საკუთარი თავის სასიამოვნო პროცესი. ეს უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი. აი მაშინ ხდება სასიამოვნო, როდესაც აი სწორედ თვითონ მივა აღმოჩენამდე, რაცა თვითონ გააკეთებს იმას, რომ მე ეს შემიძლია და ეს პროცესი ორ მხრივია, მე მასწავლებელსაც აბედნიერებს და მოსწავლესაც შესაბამისად. აღნიშნავთ, რომ ზოგადად მასწავლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლა ისეთი პროფესია, რომლითაც მოწამლულები ვართ და ეს წამალი არასდროს არ გაგვიგვამოკლეთ, მაგრამ მე მაინტერესებს აი ეს რაღაც შეგეკითხოთ, რომ იყო მასწავლებელი, მაგრამ იყო დაწყებით საფეხურის მასწავლებელი, კიდევ ცოტა სხვა განზომილება არის, ხო? იმიტომ რომ დაწყებით საფეხურზე საგნობრივ კომპეტენციებთან ერთად მოსწავლეები ითვისებენ ცხოვრებისთვის ძალიან საჭირო უნარჩვევებს, ხო? სოციალურ უნარებს, სამეთყველო უნარებს, ქცევით თავისებურს, ასე შემდეგ. თქვენთვის რას ნიშნავს დაწყებით საფეხურის მასწავლებლობა? ყოველდღიურად რა პროცესებს გადიხართ? როგორ ივსებით საერთოდ ენერგიით? საინტერესო სიტყვა, იმიტომ რომ აი დავიმუხტე ენერგიით, პირდაპირ მნიშვნელობით. იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ძალიან ბევრ რამეს მოიცავს მართლა. იმიტომ რომ მისწავლებია მე-11 კლასისთვისაც და პირველი კლასისთვის და ბევრად უფრო რთულია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობა ვიდრე ზედა საფეხურზე. იმიტომ რომ მათთან უნდა იყოს მათხელა, ხო? უნდა იყო იმ ასაკის, რომელი ასაკის ბავშვებთანაც გაქვს ურთიერთობა. უნდა იყო რაც საკვირველია ენერგიული, სავსე, მრავალფეროვანი აქტივობებით, აი ესე ვთქვათ, აი ძალიან მიყვარს ხოლმე ეს ტერმინი, რომ მასწავლებელს თავში უნდა ქონდეს ძალიან აქტივობათა ბანკი. და როცა ერთი აქტივობა რაღაც არ მიდის ისე როგორც შენ გინდა, ან ხედავ ბავშვის თვალებში, რომ აი მობეზდა და ისე აღარ შეუძლია, სასწრაფოდ ახალი აქტივობით ანაცვლებ. ეს დამატებით ენერგიას მოითხოვს. და ის რომ პირველ რიგში უნდა ასწავლო ურთიერთობები, უნდა ასწავლო ემპათია, იმიტომ რომ მასწავლებლობა არ არის საგანი. საგნის მიღმა ძალიან
ბევრი რამ არის, ხო? იმერთ გაკვეთილში აძლევ ყველაფერს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ასწავლი და ამზადებ ცხოვრებისთვის. ცხოვრებისთვის მზადება ყველაფერს მოიცავს ემპათიას, სწორად დაждდომას, რუტინასაც, თამაშსაც, განვითარებასაც და ვინც ის რამდენ რამეს. ეს ყველაფერი სწორად დაწყებით საძირკველის ამბები ხო გვახსოვთ, თუ საძირკველი დანგრეულიაო, ამიტომ სულ ვცდილობ, რომ აი რა შეიძლება სწორი, ლამაზი, ფერადი და საინტერესო საძირკველი გაუკეთა ბავშვებს, რომ საძირკველთან დაკავშირებით ესეთ რაღაც კარგი სიტყვა გაგახსენდათ მოკლედ. აი დაწყებით საფეხურზე დავიღოთ პირველი კლასი მაგალითად. თქვენ ეხლას პირველი კლასის მასწავლებელი. პირველი კლასი. ავიღოთ მაგალითად პირველი კლასი. თქვენ როგორც მასწავლებელი, ცოტა პროფესიული მიმართულებით რო წავიდეთ და ეხლა მშობლებისთვის რო საინტერესო რაღაცები ვთქვათ, რას ფიქრობთ, როგორ სადამდე უნდა იყოს ბავშვი მზად? ხო? ანუ ბავშვები მოდიან სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ, აკადემიური მზაობით და ემოციური მზაობით მათ შორის, თქვენთვის როგორც მასწავლებელს რა არის მნიშვნელოვანი? ანუ სადამდე უნდა მიიყვანოს იგი მშობელმა? გვაქვს შემთხვევები, როდესაც ყველაფერი იცის, ანბანი იცის, წერა იცის, მიმატება, გამოკლება. გვაქვს შემთხვევა, რომ საერთოდ არაფერი იცის. თქვენთვის საუკეთესო სცენარი როგორია? ძალიან საინტერესოა თავისთავად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი ფრესკულიდან რაღაც ბავშვები უფრო რაღაცა გარკვეული ცოდნით მოდიან, ვიცით, რომ რაღაცა ტიპის საძირკველი აქვთ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ზოგჯერ აბსოლუტურად არ გამოუსადეგარია რაღაც შემთხვევაში ეს საძირკველი პირველი კლასის მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ იმდენად სხვადასხვა ტიპის თუ ცნობს ანბანს, ეს არ არის ის, რაც მე ხელს შემიწყობს. ჩემთვის უფრო მეტი იქნებოდა, რომ სოციალური უნარები, ვთქვათ, ურთიერთობები მეგობრებთან, საკუთარ თავთან, ისევ ეს მაინც უფრო მეტად, თუმცა რასაკვირველია, აუცილებლად არის ნებისმიერ კლასში არათანაბარი განვითარების ბავშვები გვხვდება, ზოგმა ბაღი გამოიარა, ზოგმა ვთქვათ, პირდაპირ თვითმფრინავიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი მოსწავლე, აგერ და მეორე დღეს არაქართულენოვანი სასკოლო სივრცეში მოხვდა და მასწავლებლის ერთ-ერთი, ვთქვათ, ისეთი საინტერესო საშუალება არის დიფერენცირება, ხო? დიფერენცირებული სწავლებით მიდიხარ თითოეული ბავშვის ანთებულ თვალებამდე, თუმცა უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება ჩვენ მასწავლებლებს. ამიტომ ერთი რაც ყველაზე კარგი იქნებოდა და ყველაზე მეტად მე მომწონს ხოლმე თუ ამ მზაობით მოდის მოსწავლე, როდესაც ის მოსმენა. იმიტომ რომ მოსმენა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ მე სხვა ყველაფერი გააკეთოს. მოისმინოს მეგობრის, მოისმინოს გაიგოს და გაითავისოს, ვთქვათ, დავალების ინსტრუქცია. ანუ თქვენ რომ შეიძლება უბრალოდ ნომინალურად ვიტყვი, მაგალითად ზღვარს ქვემოთ ვიყოთ, იმ ზღვარს ახლა ნომინალურ ზღვარს გვებია, იმიტომ რომ აქ არ არსებობს ზღვარს ქვემოთ ვიყოთ, თუმცა რადგან გვაქვს კარგი საკომუნიკაციო და სოციალური უნარები, ჩვენ იმაზე მეტად სწრაფად შევძლოთ პროგრესი, ვიდრე შეიძლება სტანდარტული განვითარების პირობებში. ამ დროს იმათი პროგრესი უფრო ჩანს. ნახეთ, აი რეალურად უფრო თვალშესაცემია და ამ შენ ხარ მაგ დროს ხარ ესეთი რა, რომ ой, ყოველთვის ვამბობ რანაირი წარმატება არ უნდა გქონდეს მასწავლებელს და მადლობა ღმერთს, ბევრი წარმატებისთვის მიმიღწევია. ყველაზე დიდი წარმატება მაინც ეს არის, რომ მივცე მოსწავლეს ის, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩემი მხარდაჭერა. ანუ სწორედ ეს მგონია წარმატება, რომელსაც თუნდაც ენობრივი ბარიერი აქვს, ან ვახსენებ აქვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა, ან შეზღუდული შესაძლებლობის, თქვა შეიძლება გვხვდებოდეს ხო სხვადასხვა. ყველაზე დიდ გამარჯვებას მაინც ამას მივაწერდი, რომ მასწავლებელი იმარჯვებს მაშინ, როდესაც ამ ტიპის ბავშვებთან მაგრამ მაგ გამარჯვებამდე ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო, ხო? ეხლა რთული, რა თქმა უნდა, ანუ წარმომიდგენია სანამ აქამდე მიხვალ რამდენი რაღაცის ფიქრი, დასიზმრება გიწევს, თუნდაც ხშირად დაგსიზმრებია თავად, ხო? აი, რამდენჯერ, უამრავჯერ, რომ ყოველდღე თქვა სიზმრში რაღაც აქტივობას გეგმავს სიზმარშიც კი, რომ აი ამ ბავშვთან შეიძლება რომ ეს გამოდგეს. იმიტომ რომ მასთან უფრო მეტი ვიზუალური მახასიათებელი გჭირდება, მასთან უფრო მეტი აი ესეთი ძალიან მიყვარს ხოლმე ეს სიტყვა მრავალფეროვანი აქტივობები და სულ ვამბობ ხოლმე ეს პირდაპირ და გადატენით მნიშვნელობას. ხო, აი ბევრი ორი მნიშვნელობა აქვს ამ აქტივობებს. ერთი არის მართლა რომ ფერადი და 21 საუკუნე ითხოვს ფერებს. იმიტომ რომ მარტო დაფა ესე რომ ვთქვათ და საწერი კალამი არ არის საკმარისი ბავშვისთვის, მას სჭირდება ფერადი. გარემო ყველანაირი ფერადი აქტივობით, ფერადი მეთოდებით, მიდგომებით და ასევე განსაკუთრებით ის რომ ყველა ბავშვს მოერგოს ხეში 5, 6, 7 დაწყებით საფეხურზე ასეც გვიწევს. 7 აქტივობა მაინც სვალო რომ ამ აქტივობის შეცვლაში კიდე ალბათ იქნება რაღაც თავისებური, რომელსაც აუცილებლად ვისაუბრებთ. თუმცა აი მაინტერესებს
ჩვენ ვსაუბრობთ საუკეთესო სცენარზე, ხო? მოდით აი დავსახოთ ესეთი საუკეთესო გეგმა, რომ მივახციეთ იმას, რომ ყველა საჭიროება გავითვალისწინეთ მეტნაკლებად ბავშვებს ყველას ვრთავთ საგაკვეთილო პროცესში. ანუ საუკეთესო სცენარი რომ დავსახოთ ახლა ჩვენ საგაკვეთილო პროცესის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ, როგორ თქვა, ანალოგია არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სკოლას თავისი მის აქვს, რა ქვია, მიდგომები და ასე შემდეგ. ოჯახში თუ არ ხდება შესაბამისი ტიპის მხარდაჭერა, თქვენ ხათუნა რაზმაძემ რაც არ უნდა გააკეთოთ საგაკვეთილო პროცესში, რამდენად ექნება გრძელვადიანი შედეგი? ანუ რას გულისხმობ, ხო? ანუ ჩავდეთ ძალიან დიდი ძალის ხო 7 აქტიობა გავაკეთეთ, ძალიან ბევრი მუშაობთ, მაგრამ ოჯახში საერთოდ არ არის პროცესი მხარდაჭერილი. ხო გვაქვს ესეთი შემთხვევები? რა თქმა უნდა, მართლაც რომ აი სწორი აქცენტები გვაქვს გაკეთებული და ძალიან მინდა ამას ეს რაღაც სამკუთხედი ვაჩვენო, ესე რომ ვთქვათ, მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, ესე რომ ვთქვათ. რაც არ უნდა ყირასი გადავიდეს სკოლაში, რაც არ უნდა უამრავი ძალისხმევა ჩავდო იმისთვის, რომ გავხადო გაკვეთილიც პოზიტიურიც და მრავალფეროვანი, პატარა მხარდამჭერა მშობლისგან აუცილებლად კარგი იქნებოდა, ხო? თუმცა ხდება ესეთი მშობლებიც რაღაც მეტნაკლებად რო თქვა დროს უქონლობის გამო ვერ ახერხებს. ძირითადად ეს არის მთავარი პრობლემა. ხო, რა შეიძლება იყოს ის მთავარი მხარდაჭერა პრაქტიკული მაგალითებში რო გადავთანხმდეთ? აი მაგალითად მეცადინეობა, ხო? ჩემთვის ხშირად ვთქვამთ მაგალითად რომ სადამდე ვამეცადინო დავიზონო, სულ ვამეცადინო, ამ მაგალითები ამოვახსნევინო. სადამდე შეიძლება მშობელმა დაუჭიროს, ხარი სად გაჩერდეს მაგალითად? მოდი ესე გავაკეთოთ, რომ რაღაც პრაქტიკული რჩევები მივცეთ მშობლებსაც, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მათთვის ეს ალბათ რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა. პირველ რიგში ნახეთ როგორ არის პროფესია მასწავლებელი რომ ყოფილიყავი, რასაკვირველი რაღაცა ცოდნა დავაგროვე, ხო, რომ ასწავლო, ჯერ უნდა ორჯერ ისწავლო. პედაგოგიკა კიდე სხვა მიმართულება არის. ასევე მშობლობა. ესე მარტივი მშობლება, ჩვენ მგონი არის მშობელი და დამთავრდა ხა მე 5 შვილის დედა ვარ და შესაბამისად ბევრი, მაგრამ შესაბამი ნახეთ როგორ არის მშობლობასაც სწავლა სჭირდება. ძალიან ხშირად გვაქვს აი ეს შემთხვევა, რომ ვთქვათ მიუშვა ბავშვი დაჯექი იმეცადინე ეტყვის და ამ დროს ეს საკმარისი საერთოდ არ არის. ის რომ ბევრჯერ გავუმეორე რომ დაჯექი სამეცადინოთ, ეს საერთოდ არ არის საკმარისი იმისთვის. ყველაზე მთავარი რომ მე კარი გააღე და მესადინეობს თუ არა, ეგეც არის საკმარისი. ყველაზე კარგი იქნება თუ იქნები როგორც მშობელი შვილის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი სწავლის პროცესში. უბრალოდ დაუჯექი გვერდი, იყავი იქ და იყავი მისი, ესე ვთქვათ, რაღაც ძალა ფრთები, ხო იცი, პაწაწუნა ფრთა სჭირდება ამ დროს. მოდი ერთად გავაკეთოთ, მოდი და მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ნაკლებად ნეგატიური სიტყვები გამოიყენან, ხო, რაც შეიძლება პოზიტიური, თუმცა არ გამოგივიდა და ეს რაღაცები ცოტა ნეგატიური. აი ძალიან ხშირად ყოფილა რომ ძრით ვერ გაიგე, ხო, რაღაცა რატომ 10 ჯერ აუხსენ. 10,000 ჯერაც რომ მოგიწევს სახს და ამ ტერმინის გამოყენება საერთოდ ვფიქრობ, ნუ არც პედაგოგიკაში რა საკვირველია და როგორც მშობელს მასაც არ საჭიროებს, ხო? რატომ? მას შეუძლია რომ უბრალოდ მოდი ერთად ვცადოთ, რაღაც შეცდომა გაგეპარა, მოდი ერთად აღმოვაჩინოთ. აბა ასე ჯობს თუ ასე დაეკითხოს შვილს და თქვა საუკეთესო არჩევანი ერთად გააკეთოთ. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მოდი რომელი გირჩევნია წერითი დავალება შევასრულოთ ჯერ თუ კითხვით. ყველაზე მთავარი მე მაინც მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, როცა დედა და შვილი ან მამა და შვილი ერთად ცხედან 13 გაკვეთილების მოსამზადებლად. რაღაც სხვარი ხათუნა აი მაგალითად. ხო, დახმარების გარეშე. ის რო მე შეიძლება რომ ინსტრუქციის წაკითხვაში მოდი ერთად წავიკითხოთ. მოდი ანუ პასუხამდე ეს. ხო, აი რაღაცა გზებით მიყვანოს პასუხი. რა საკვირველი. ახლა მე მყოლია ბებია რომელიც დავალებას წერდა შვილიშვილის ნაცვლად, თუმცა შედეგი რომლის იყო ბებიამ უფრო კარგად ისწავლა თუ შვილიშვილმა ბოლოს ალბათ ეგ იყო საკითხავი, მაგრამ ის რომ იჯდე მის გვერდით და უბრალოდ საკუთარი ძალების თქვათ ის მისწერა, რომ შენ ეს შეგიძლია. როგორც ჩვენ მასწავლებლები ხო მუდმივად ვუძახებთ, რომ შენ შეგიძლია, გამოგივა, ყოჩახ, ამას შენ გააკეთე, მე ვამაყობ შენი წარმატებით და აი ეს პაწაწუნა ფრაზები, უბრალოდ ოღონდ არ უნდა იყოს დაცლილი, აი მისგან თქვათ ყოჩახ, კარგია არა, ხო? ყოჩახ, შენ ეს დავალება, ეს ამოცანა, კონკრეტული ეს ახატი, ხო, რო არ იყოს ყოჩახ, შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ეს არ არის საკმარისი. არც მშობლის კომენტარია კარგი და არც მასწავლებლის, რა თქმა უნდა. ამიტომ კარგი იქნება სხვადასხვა ძალიან კარგი წიგნები არსებობს. აი მე ვთქვი რომ
მშობლებსაც სჭირდებათ სწავლა, ხო? იყო მშობელი, ისიც რაღაცნაირად უნდა ისწავლო და შეიძლება გისჭიოთ რამოდენიმე ხო, აი რაღაცა გავახსენდა ძალიან ისეთი ისი ბრაიანსის არის ძალიან კარგი ერთ-ერთი წიგნი, რომ ბავშვის ტვინის მოძრაობა ერთ-ერთი არის ადელ ფაბერი, მე მგონი, ხო, ადელ ფაბერი თუ სწორად მახსოვს, როგორ აღზარდოთ ბავშვი ისე რომ სწორად მოვუსმინოთ და აი კარგი იქნება, მოკლედ, სანამ ბავშვებამდე დავიწყებთ, რომ საშინაო დავალებებს ვუკონტროლებთ, არ კი ვუკონტროლოთ, არამედ ვიყოთ მათი მხატ. მანამდე აი ამ ტიპის წიგნების კითხვა, სხვა შორის ძალიან მიხარია, მამების სკოლა გამოვიდა ამ ბოლო დროს და ხშირად მომისმენია კიდევაც რაღაც პოდკასტი, მამების სკოლა, რომ მამები ჩართულები არიან ამ ბოლო დროს რაღაც 21 საუკუნე მოიტანა, როგორც ჩანს, რომ მამებიც თანაბრად ერთვებიან თქვა დავალების, და ისე მიხარია ხოლმე მე როგორც მასწავლებლს როგორც ორი თანაბარ უფლებიანი მეუღლე, პირობითად ვიძახი, ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ჩართული იყოს არა. და ასევე უნდა იყოს აი დედების სკოლა არის, მამების სკოლაც, რაღაც პატარა ისიც არის ტრენინგები, ვითარ თქვა, ვიდეო ჩანაწერები შეიძლება მოუწ, მაგრამ ის რომ კიდევ ამბობ, რომ იყო კარგი მშობელი, რაღაცები ცოტა უნდა, მეგობარი ვით არის, ხო, იცი რომ იყო კარგი მეგობარი, ჯერ ყავდეს კარგი მეგობარი, ჯერ შენ უნდა იყო, ხო, კარგი მეგობარი და მშობელი ერთ-ერთი მთავარი მეგობარია მოსწავლეს. ერთ-ერთი არ ვიცი შეცდომა შეიძლება დავარქვათ, მეც საკუთარ თავზეც გამომიცდია როგორც მასწავლებელს, ჯერჯერობით მშობელი არ ვარ, თუმცა ალბათ მაგასაც გამოცდი, თქვენ გამოცდილი გექნებათ, რომ არ ყოფნის მოთმინება. ანუ რას გულისხმობ, რომ ჩვენ რაღაც მეორე კლასის მასალა ძალიან მარტივად გვეჩვენება დავალებას როცა ასრულებს და შეიძლება მოთმინება არ ყოს, მაგრამ ჩვენ ვერ ხვდებით რამხელა ინვესტიცია აი ეს მოთმინება სწორედ რომ მოითმინო და ბავშვი მივიდეს პასუხამდე. ხა წეგან რო ლაპარაკობდით. გამახსენდა ზუსტად რომ ხანდახან აი უცებ გინდა რომ პასუხი უთხრა და უცებ გინდა რომ შედეგი ნახო. ხო და მშობელს მნიშვნელოვანია ხო რომ ცოტა თვითონ გამოცხადოს ეს პროცესი. იმიტომ რომ აღმოჩენის პროცესში უფრო კარგად სწავლობს მოსწავლე, უფრო კარგად იმახსოვრებს ბავშვი, აი იმას რასაც თავის აღმოაჩენს და დაიძახებს ევრიკა, ხო, აი სიტყვას, აი მე ეს გავაკეთე, მე ეს შევძელი, ხო? როცა იტყვის, აი ეს უფრო დიდხანს ამახსოვრდება და მისთვის ეს უფრო წარუშელი კვალი რჩება, ვიდრე ბებიის და დედიკოს მიერ დახმარებით გაკეთებული დავალება. აი მე დაგიწერ და შენ გადაიწერე, ხო, ყოფილა ეგეთი შემთხვევაც, რომ თქვათ უნდა რაღაც დროის ფაქტორის გამო რომ მოდი მე დაგიწერ ან უფრო ცუდიც არის რომ თვითონ უწერს გადაწერასაც აღარ ხო მეტად რომ ხო ესეა რომ ჩვენ თასმა კი არ უნდა შევუკრათ უნდა ვასწავლოთ თასმის შექმნა ხო ესეა და ასეა სწავლების პროცესი რომ ჩვენ კი არ ვცდილობთ რომ რა გორგორმე დავაწეროთ თასმა ძალიან კაი მაგალითი თასმაზე ყველაზე მეტად აკარგავენ მოთმინებას აუ თასმის შექმნა მეც ბაღში რომ მუშაობდი თასმის შექმნას ძალიან დიდ დროს ვანდომებდი ხოლმე და პირველი წელი იყო მახსოვს ჩემი და მაგაზე ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე მაგრამ მე მივხვდი რომ კარგად შეკრული თასმა ძალიან მნიშვნელოვანია უკვე სამომავლოდ, იმიტომ რომ მე გადაიტან სხვა ქცევებში. ხო, დიახაც და არა ეს პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითაც, რომ აი თასმის შეკრას არ ვასწავლე, არამედ ვუყურებ, კი არ ვუკრავ, არამედ ვუყურებ ნაბიჯებს. ხო, თასმის შეკრას ხო, მოსდომის 7 წუთი მაგალითად, შენ დაიღალო. მაგრამ ჯობია დაიღალო, ხო. ნამდვილად ჯობს რომ მშობელმა აი ეს ძალისხმევა აღმოაჩინოს საკუთარ თავში, რომ მოდი მივცემ საშუალებას, უფრო მეტ დროს დაუთმობ, მაგრამ ბავშვი ამას თავადვე გააკეთებს და არა მე გავიქნები მის ნაცვლად. წერენ კითხვას შევეხეთ ხათუნა და მაგ მიმართულებით მინდა ვისაუბროთ. ეხლა დაწყებით საფეხურზე ჩვენ ყოველ შემთხვევაში დანარჩენ სკოლებშიც ვასწავლეთ რამოდენიმე ძირითად სამას, ხო, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, მათ შორის მე წეგან ვახსენე გადაცემის დასაწყისში, რომ თქვენ ხართ, ხო, სასკოლო წიგნების ავტორი და ამ მიმართულებითაც გიმუშავიათ. რა არის ის მთავარი კომპეტენციები, რაც მოსწავლემ პირველ, მეორე, მესამე კლასში უნდა ითვისოს? ხშირად მაგალითად აი მშობლებისგან მესმის ხოლმე ეს ფრაზები, რომ აი მათემატიკაში მინდა რომ ძალიან ძლიერი იყოს, ხო? ანუ კი არსებობს რაღაცა კონკრეტული საგნები, რომლებშიც მოსწავლეები გამოხატავენ განსაკუთრებულ ინტერესს, მაგრამ დაწყებით საფეხურზე მინდა ავხსნათ, რომ ყველა საგანს თავისი წილი დანიშნულება აქვს, ხო? მას შორის მათემატიკას, ქართულ სპორტს და ასე შემდეგ. კი, ნახეთ როგორ ქნა ტორტ შევადაროთ. მე ძალიან მიყვარს ტორტი და ნუ სანამ ყველა ინგრედიენტს არ გამოიყენებ, ტორტი არ გამოდის და ბოლოს რა ხდება, ხო, მე უნდა მორთო კიდევაც. და გაალამაზო და შესაბამისად ასეა ყველა საგანი, რომელსაც ჩვენ დაწყებით შევასწავლეთ კომბინირებულად, ინტეგრირებული ცოდნის შეძენის საშუალებას იძლევა, ხო? რომ ინტეგრირებულად მისცეს ბავშვებს სხვადასხვა
ტიპის ცოდნა. ქართულში და ყველაზე მთავარი მაინც დაწყებით საფეხურზე არის წიგნიერების უნარები. ხო, წაიკითხოს, გაიგოს, გაიაზროს და გადმოსცეს. ხო, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს, რომ აი ვერ გამოსდის მათემატიკა ისე კარგად. თუ ქართულში წაკითხვა და გააზრება ისწავლა, მაშინ ამოცანის პირობის გააზრებასაც ინტერდისციპლინარულია. იმიტომ რომ ცოდნის ტრანსფერი ჩვენ ესე ვიყენებთ ხოლმე, ხო, ერთ საგანში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოს მეორე საგანში. შესაბამისად, დაწყებითი საფეხური აი ამის დიდი ფუფუნება, ერთ დიდ ტორტს ვაკეთებთ სხვადასხვა საგნებიში მიღებული ცოდნით. რომ რეალურად ყველას აი თავისი წილი ის აქვს, ინგრედიენტი შეაქვს სწავლების პროცესში და აი ეს კარგია მე მქონია ისეთ სკოლებშიც მიმუშავია, სადაც საგნობრივი სწავლებაა და ბევრად უკეთესია მინდა ვთქვა, რომ როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის აი ამ სამ სხვადასხვა დისციპლინას, იმიტომ რომ ინტეგრირების საშუალება მეძლევა. მე ზუსტად ვიცი რა, თქვა ქართულს როგორ გადმოვიტანო ლექსი როგორ ვასწავლო მათემატიკაში მაგალითად და მათემატიკურად როგორ ვაქციო, ხო, მათემატიკაში მიღებული ცოდნა ტრიქონის, სვეტის, რაღაცის რაოდენობა როგორ ვაქციო, ზუსტად ჩვენ ხომ ვასწავლეთ ცხოვრებისთვის და ძალიან ხშირად მინდა რომ ეს სიტყვა გავიმეორო, რატომ? იმიტომ რომ ვასწავლეთ ცხოვრებისთვის და არა სწავლისთვის. ეს ყველაფერი მე ცხოვრებაში რეალური ცხოვრების ანალოგიას ხვით სკოლაში. კითხვა ალბათ ამ პროცესში არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ხო, გააზრება, კითხვა ამ შემთხვევაში და მე მინახავს თქვენი გაკვეთილები, როგორ მიყავთ ბავშვები კითხვამდე და საოცარი გამოცდილებაა, ვისურვებდი რომ ყველას ენახათ, თუმცა მოდი რაღაცა თეორიულად რომ ავხსნათ, ხო? ეს პროცესი მე მინახავს საგაკვეთილო პროცესში, როცა თქვენ ასწავლეთ კითხვას, ნუ იქ ანბანის სახლი გვაქვს ასე შემდეგ ასე თქვენ უკეთ განმარტავთ, მაგრამ თვითონ ამ კითხვის თავისებურების, ანუ როგორც პრაქტიკის, როგორც რუტინის გამომუშავება, რამდენად საკმარისია მხოლოდ სკოლაში? აი მე მოვიყვანე მაგალითად ბავშვი და მინდა რომ კითხვა ისწავლოს და მე ანუ რამდენად სრულყოფილი იქნება თუ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში მოხდება კითხვის მოდი აი ესე გავაკეთოთ ხო თუ წინარე უნარები რომელიც კითხვა სჭირდება მე მხოლოდ წინარე უნარებზე ვიმუშავებ კითხვამდე მივიყვან შესაძლებელია რომ საგაკვეთილო პროცესში ესეც ძალიან კარგად ამ მრავალფეროვანი აქტივობებით იმ აქტივობათა ცვალებადობით აი ინტერესით რომ ბავშვს უხაროდეს და თამაშით მიდიოდეს სწავლამდე ამას გავაკეთებთ ნამდვილად ყველა მასწავლებელი შეძლებს ამას იმიტომ რომ ჩვენი თავარი მიზანი არის ის რომ ვასწავლო კითხვა და შევაყვარო კითხვა არა მარტო ვასწავლო თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ მშობელი ამას გაითავისებს რომ კითხვის უნარის სახლში დამატებით ვარჯიში იქნებოდა ძალიან კარგი რომ უბრალოდ დღეში 10 წუთი მე არ მეყვარს აი ხო იცით თხილისის შევადარო მინდა ხო რომ გადაწყებლის ის რომ სადამდეც იღუნება იქამდე მივიდეს მაგრამ თუ ცოტა ზედმეტია რომ არ გადაწყდეს ხო ყველაფერს რომ საზღვარი კონდეთ 10 წუთი სავსებით საკმარისია პირველ კლასელი ან მეორე კლასელი მოსწავლისთვის რომ დაჯდეს და წაიკითხოს მაგრამ ძალიან კარგი იქნება და უძვირფასესი თუ ამ დროს მის გვერდით მშობელია ბებია მამა დედა ერთად კითხულობენ და იწყება როგორ ფიქრობ რა ხდება აქ ხო რა ის ალბათ კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რეფლექსიის პროცესი ხო რომ მარტო ცალკე მონოტონური კითხვა აი როგორ ფიქრობ ვინ არიან ამ ამბის პერსონაჟები შენ რომელი პერსონაჟი იქნებოდი მოდი ერთს მე წავიკითხავ ერთის დასაწყისისთვის მე ვთქვი რომ შობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ძალა აი ბავშვებს ძალა სჭირდებათ რომ მოვიდეს მთელი დღე გაკვეთილებს გაუძლოს სახლიდანაც რაღაც ნაპერწკალი უნდა წამოიღოს ეს არის შობლის მხარდაჭერა შობელი ალბათ ყველაზე დიდი ავტორიტეტია ბავშვის ჩვენ რასაც უნდა შევეცადოთ და მასწავლებლებიც ავტორიტეტები არიან ცხადია და რაღაცა შეუცვლელი სიყვარულის ობიექტი ანუ მაგრამ შობელი ალბათ შეუნაცვლებელია მისგან ავარა იტყვით ასაკურელია დედის ნათქვამი უნდა ბავშვს ესმოდეს და შესაბამისად ასრულებდეს თუმცა აი კიდევ ამბობ ეს იქნება აი როგორი ძვირფასი ყველა მშობელს ვეუბნებ ხოლმე რომ გთხოვთ 10 წუთი ეს არ არის ის დრო როცა რაც შეიძლება რომ შენი შვილისთვის ვერ გაიმეტო მთელი დღის განმავლობაში ხო დღის განმავლობაში 10 წუთი მართლა როგორი ცოტა არის თან როგორი ბევრია ჯერ ჩემთვის ძალიან ბევრია იმიტომ რომ ვიცი ყველა ოჯახის თქვა ამ მუდროობიდან ან რაღაციდან გამომდინარე მაგრამ ეს აი როგორც აი რაღაც აუცილებელი მნიშვნელოვანი რამ ბავშვის განვითარებისთვის დედაშვილის მამაშვილის ურთიერთობა კითხვის პროცესში მოდი ერთად წავიკითხოთ აი მოდი რა დაგამახსოვრდა მომიყევით მოდი რა იქნება ამის შემდეგ მოდი შეადარე რაც წავიკითხეთ ანუ პარალელების გაკეთება აი პროცესი თუნდაც ის რომ მის გვერდით იყო მე მახსოვს ძალიან გვიანობამდე ჩემ შვილებს მე უკითხავდი უკვე 14 წლის იყო ბოლოს ჩემი უფროსი რომ
აღარ მინდა, მაგრამ ისეთ უკვე კლასიკურ ლიტერატურასაც, იმიტომ რომ ამას თავისი სიტკბო ქონდა. არ აქვს ასე. იმიტომ რომ დღესაც მოვისმენ ტკბილ ზღაპრებს. ხო, ისეთია, ხო, თავისი ის ახლავს დადებითი. კარგია რომ თვითონ წაიკითხავს, მაგრამ დედის წაკითხული, დედიკოს თან მოსმენის უნარჩვებიც ვითარდება, ხო, ბუნებრივად ფონეტიკურად. თავარი უნარი ერთ-ერთი არის რომ მოისმინოს. ბავშვს თუ ეს უნარი აქვს, ინსტრუქციის გაგებასაც სწავლობს, მოსმენიდან ადვილად გადადის აქტივობიდან აქტივობაზე, იმიტომ რომ მოისმინა. დავამთავრეთ და ეს აქტივობა ახლა უკვე გავიყვანეთ ბოლოში, მოდი მეორეზე გადავიდეთ. ყველაზე კარგი დრო მეცადინეობისთვის როდის არის ხალხო ხათუნ? ახლა ჩვენ გქონია მაგალითად შემთხვევები, როდესაც გვინახავს, რომ ძალიან დაღრილი მოსულა მოსწავლე. გვინახავს შემთხვევები, რომ პირიქით ძალიან მომზადებულნი, რომ დღის მეორე ნახევარში, როცა ბავშვები მთელ დღეს სკოლაში ატარებენ. ყველაზე კარგი დრო რომელი არის მეცადინეობისთვის? როდის უნდა შეარჩიოს? მართლა რომ საინტერესო კითხვა, ახლა ასე რეცეპტივით არ არსებობს. ყველაზე კარგი დრო, იმიტომ რომ ყველა ოჯახს თავისი ტიპის რუტინა აქვს, ხო? მაგრამ ის რომ თქვა ჯერ მოვიდეს, გაიგოს მშობელმა რაღაცა ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხები, რა მოხდა სკოლაში და მიუღია ბავშვისგან პასუხი არაფერი. არ არის ეს საკმარისი. შეიძლება რომ ცოტა მეტი ჩაეკითხო, აბა დღეს სხვანაირი კითხვა დაუსვა. ხო, სხვანაირად შემოატრიალო კითხვა, ისე რომ ბავშვმა არაფერი კი არა, როგორ თუ არაფერი ერთ გაკვეთილზე მოხდა. ისეთი კითხვა დაუსვა, რომ არაფერი არ ქონდეს საპასუხო. მთელი ცხოვრება დატრიალდა ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე და როგორ შეიძლება რომ მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ სწორად თქვა, მეგობართან ერთად რაღაცა ისეთი ტიპის კითხვა შეურჩევთ, რომელსაც ნამდვილად პასუხი მოყვება. პირველი რაც არის რომ მივიღე ბავშვი სკოლიდან მიღებული მოსული დაღლილია. დაკაცულია, ჩავეხუტე, მოვეფერე, გავიაზრე მისი მდგომარება, ვიცი რომ დაიღალე შეიძლება ესეც უთხრა ხო? დაასვენოს და მე ვფიქრობ რომ მალევე დაძინებამდე და კითხვის პროცესი ძილის წინ ხო რაღაცაც კიდევ ცალკე რომ მიუწევი დედიკოსავი, მიუჯდები, ბუხართან ხო? წარმოსახა ირთვება და ბუხარიც თუ გაქვს და უკითხა ბუხართან, კიდევ ეგ უფრო, მაგრამ აი კიდევ ამბობ დაძინების დროს რატო იცი რომ ჩააყოლო, კარგი ამბები ჩააყოლო. და აბა რა დაგემოდი ვნახო თუ იდაგესიზმება ის პერსონაჟი შენ, რომელიც წავიკითხე, რომელიც მოგეწონა იმან თუ ეს რაც შეიძლება უფრო მოყოლის ესე რომ თქვა წაკითხვის პროცესი. აი რაც შეიძლება უშუალოდ აკადემიურ წერა, გამოთვლა ესეთი რაღაცები, ალბათ სწორი აღნიშნეთ, რომ დაძინებამდე, ანუ ცოტა ხანი მაინც უნდა მივცეთ თავისუფალი დრო ბავშვს, რომ ბავშვს სჭირდება თამაშის დრო. ხო, იცი რა, ძალიან კარგი იქნება თუ წინასწარ გვაქვს ამსევ როგორც მშობელს, წინასწარ თუ გვექნება დღის განრიგი შედგენილი, რომ აი მოვედით თქვა სკოლიდან, დავისვენეთ, ვითამაშეთ, გავერთეთ, თქვა მივირთვით და მოდი ახლა ცოტა ხანი ეცოდინება რას აკეთებს. კი, ყოველთვის უკეთესია. ხო, აი როგორც ჩვენ მასწავლებლები ხო რაღაცა ყოველ გაკვეთილზე დღის მიზანს, გაკვეთილის მიზნებს, თქვა ვაცნობთ. ხო, აი როცა ბავშვი სტრუქტურირებულ გარემოში ისდება, ესე რომ თქვა, როცა ითის რომ აი ახლა თამაშის დრო აქვს, ამოეწურა თამაშის დრო და მოდი ახლა შენ გადადიხარ თქვა ახლა პროტესტი. ხო, წინასწარვე აქვს განსაზღვრული რა, ამ დროის შუალედში შენ სწავლის დრო გაქვს. და მნიშვნელოვანია რომ აი ეს შეთანხმებები ქალბატონ ხათუნა იყოს ვიზუალურად გამოსახული. იმიტომ რომ მე მინახავს საკლასო ოთახი, მათ შორის თქვენი საკლასო ოთახი, სადაც ნებისმიერი ინსტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს, გამოკრულია. მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება თქვენ შორის იმხელა ნდობა, რომ უბრალოდ თვალით ან თითით ანიშნოთ ამ შეთანხმებისგან, აღარც კი თქვათ ვერბალურად, ხო? სახლშიც რომ ვიზუალურად იყოს, მე ძალიან ხშირად მიმიცია მაგალითად მშობლებს ეკრჩევა. კი, გეთანხმებით, კარგი იქნება იმ განრიგს, რომელსაც ჩვენ მშობლებს თხოვთ, თქვა გააკეთონ და გამოკრან, ხშირად მიუთითონ. თქვა როდის რა შეიძლება რომ როდის რა არის თქვა უკეთესი ხო თუმცა აი ძალიან მიყვარს ხოლმე ამ სიტყვას ჩემი ნაფოფინები ბავშვები ძალიან ხშირად ყოფილარ იმიტომ რომ დაწერს თქვათ და ერთი უკეთესი აქვს იმაზე ყოჩახ ეს ერთი ძალიან კარგი გამოგივიდა და ყოფილა შემთხვევა რომ ეს ჩემი მართლა ნაფერები ბავშვები მშობელს რა ქედი ეს რა დაწერე ერთი ეს სიტყვა და დაუგრია ბავშვს ყველაფერი ანუ ის კი არა რომ რა დაწერე მოდი თავიდან ვცადო თუ არ გამოგივიდა მოდი ეს ჩვენ მაგრამ ეს ყველაფერი დროის რუტინა შეიძლება ჩვენ გავითავისოთ რომ ბავშვი ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს და შეცდომებით ვსწავლობ თუ არ წაიქეცი როგორ ადგები ხო თუ ჩვენ ხო ჯერ ჯოჯინით ვსწავლობ ციარულს ჯერ ჯოჯინაში გავიმილი მე ვირბენ კიდევაც მაგრამ აი ეს შეცდომები ცოტა ისეთ იმას შეცდომები მოსულა რა ესე რომ ვთქვა სწავლის დროს შეცდომები თუმცა აი სამწუხარო ისე რომ მშობლებს ეს შეცდომები ძალიან მკვეთრად აღიზიანებთ ხოლმე სწავლების პროცესში ეს რა მოგივიდა რომ იტყვის და საბაგიეროდ ის ერთი ხო კარგად დაწერა 10-დან 1 გამოუვიდა და ჩვენ შეგვიძლია ეს ერთი
შევაქოთ იმისთვის რომ ეს 10-იც რაღაცნაირად გამოვარდნოთ. ხო, დიახ, რომ ის მე-9 დანარჩენი 9-ც კარგად გააკეთოს იმ ერთის ხარჯით, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცას შეეხეთ, რომ პოზიტიური გამტკიცება რამდენად მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ ესე რაღაცა დისციპლინას ვაყალიბებთ საკლასო ოთახში და რას ვეუბნებით მოსწავლეებს, რა შეთანხმებებამდე მიგვყოს. გექნებოდათ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ, მილიონჯერ პრაქტიკაში, რომ აი ნახეთ, რომ ძალიან პატარა წარმატებას მიაღწია თქვენ რომ მოსწავლე, ეს ისე გიხარიათ, როგორც არ ვიცი, აი რაღაცა საოცრება და მაგრამ მშობლისთვის მე ხა რაღაც მომენტში მესმის კი, რომ მშობელი რადგან ახლოდან ვერ ხედავს ამ პროცესს, ვთქვით არ არის ჩართული, შეიძლება ისე ვერაფასებს და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან კარგი რაღაც თქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი წარმატება, თუნდაც ერთიანი სწორად დაწერაც კი ძალიან დაუფასო. ძალისხმევაში, ხო, იმიტომ რომ ეს ხო პატარა ადამიანები არიან. მათ ხო იმხელა შესაძლებლობები არ აქვთ, თუნდაც იმის, რომ 10-15 წუთი გადაბმულად იჯდეს. ხო? ამიტომ ამ კარგ უნარებს უნდა სწორი პოზიტიური განმამტკიცებელი. თუ თავიდანვე დავაფრთხობ, თავიდანვე თუ შევაშინებ როგორც მშობელი, რომ არა, ეგრე არა. რა თქმა უნდა, ის იწყებს და მე მინდა რომ თვითდაჯერებული, წარმატებაზე ორიენტირებული, საკუთარი თავის რწმენით ისეთი მომავალი მოდიოდეს და მოდის სხვათა შორის ძალიან კარგი მომავალი თაობა ყავს მიხარია, მაგრამ ზოგჯერ ამას თვითონ მშობლები წევენ უკან. სწორედ არასწორი, ვთქვათ, რაღაცა ერთი არასწორი სიტყვით შეიძლება დაანგრიო ყველაფერი, აშენებული კოშკი ესე. აშენებული მთელი დღის დაფოფილები. დისციპლინა შევეხეთ, ხათუნა და ეს რაღაც მინდა გითხოთ, მოკლედ მე კი მინახავს და ერთი სხვა შეს მინდა გამოვარჩიო და ჩვენი მაყურებლისთვის გავხადოთ ცნობილი ერთი საინტერესო ფაქტი, რომ თქვენი კლასი არის მე სულ ეძახი რიგის ჩემპიონი, ხო? და ეს რიგის ჩემპიონს რატო ეძახი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და ბედნიერი რიგი აქვს აშენებული. ბედნიერი რატო ეხა, რომ ჩვენ მოსწავლეებს ვუთანხმდებით არა იმიტომ, რომ რაღაცა ყაზარმული რეჟიმი ავაშენოთ, ხო? არა იმიტომ, რომ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებას, რიგიც მაგიტო ჭირდებათ. მე რატომ არის, ეხლა მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრე, რომ რატომ დგება თქვენი კლასი ძალიან მაგრად რიგში და მივედი ერთ პასუხამდე. რაც მე ძალიან მომწონს, რომ თქვენ ინსტრუქციას მხოლოდ მშრალად არ აძლევთ რა. კი ეუბნებით რომ რიგში სწორად დადგომ, მაგრამ თქვენი უკვე იწყებთ აი გარდასახვის პროცესს. ეხლა ჩვენ მატარებელში ვართ, ეხლა ჩვენ სიჩუმეონა შევინარჩუნოთ. ეხლა ანუ ამ ინსტრუქციას ხდით ძალიან ავთენტურს მოსწავლეებისთვის. და კავშირს ცხოვრებასთან. იქ გავჩერდით, იქ ორთქმავალი ამოვიდა ასე შემდეგ. ანუ ესე მოსწავლეები უფრო სასიამოვნოდ იცავენ შეთანხმებას. პროცესი მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა, იმიტომ რომ მართლა აბა ჯერ ნახეთ რიგის პროცესში ნახე ვიტყვი რომ დღეს მატარებელი ნომერი 282, რა ვიცი, რაც მომადგება ხოლმე პირზე და მე იწყებენ 200 უკვე ნახე ჯერ 20-მდე იცის თუა და ამ დროს მასწავლებელი 200 რაღაცას ამბობს. გთხოვთ იზრუნოთ მგზავრების უსაფრთხოებას. მათემატიკაზეც გახვედით, ხო? ვახესოების შედეგებზე. გთხოვთ იზრუნოთ მგზავრების უსაფრთხოებას. სოციალური უნარი შემოვიდა. რომელი მგზავრი, სად მყავს მგზავრი? ანუ ნახერის თქმამ და ყველაფრის გაკეთება შეიძლება ძალიან ძვირფასი ის არის, ხო, გველსახურენით ამოყვანს, ენადგველად მოუბარიო. ეს ცხოვრებაშიც ვიყენებთ, მაგრამ ბავშვებთან ეს არის თამაში. თამაშით ენით, როცა ესაუბრები, ის თამაშობს ძალიან კარგად. ანუ მე არ მჭირდება განსაკუთრებული უნარი. ხო, მე არ მithქვამს არასდროს რომ გასწორდი. მე მხოლოდ ვეუბნები რომ მოდი ჩავდგეთ მატარებლა, ჩავსხდეთ და ვიზრუნოთ მგზავრების უსაფრთხოებაზე. მოდი გავარკვიოთ ნეტან რა ნომერია დღევანდელი მატარებლის. სხვა შორის შუქნიშანიც მოვიფიქრე და ხან მწვანეა, ხან წითელი და თამაშობთ. ძალიან კარგი ფილმია, ერთ-ერთი პიერი შარი თამაშობს. თუ გამახსენდა, არა სათამაშო, არა, აი ესეთი ომის პერიოდზეა ნეტა რა ქვია და ამოვიწყდა სახელი, აი კარგი იქნება თუ გამახსენდებოდა, რომ აი მოკლეში ნაარსი რო გითხრათ, ებრაელები არიან აი გერმანულ იმაში და თან ახლავს ბავშვი. შვილი ნეტა რა ცხოვრება აი მართლა ცხოვრება მშვენიერი ამ ფილმს რო ნახავ. საოცარი ფილმია. ისე მთავრდება ეს ფილმი და ისეთი ბავშვმა ის ამბები გამოიტარა, სირთულეები, მაგრამ ყველაფერი ეგონა რომ თამაში იყო და თამაშით გადაალახა ყველაფერი და რეალურად თამაშის ენა კარგად ესმით ჩვენ ბავშვებს. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით. ამ თამაშს არ ჭირდება რესურსი. აუცილებლად. ამ თამაშს ჯობი აი ბოდიში პარამეტრი. ჯობია რომ წინასწარვე დავხარჯო ენერგია და რესურსი ამ თამაშის წესების ახსნაზე, ვიდრე მერე დავხარჯო ენერგია რომ მოდი დადექი მწკრივში სწორად. ამიტომ სწორად შეჩეული თამაში.
ყველამ მშობლებმა მასწავლებლმა ასე შემდეგ ამ თამაშს არ ჭირდება ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული რესურსების მობილიზება. ანუ სადღაც წასვლა რაღაც სათამაშოს ხო თამაში შეიძლება იყოს სიტყვიერი, ხო? ხოლო სიტყვა ქმნის. სიტყვაც თამაშია ესე რომ. სიტყვაც თამაშია. კი და შენ უბრალოდ ძალიანაც არ უნდა თქვა ცოტა ხანი რომ მატარებელში არიან რაღაცით ახლა ცოტა შევცვლი თამაშის სივრცეს ესე რომ ვთქვათ, მე სხვა თამაშს დაუკავშირებ, ანუ რეალურად მობეზრებადი რომ არ გახდეს, თამაშიც ცოტა ცვალებადი უნდა იყოს. ანუ რაღაც 2-3 თვე კარგი, მე ახლა მოდი სიახლეები საჭიროა. ხვდები გამ, ანუ თან რა, თავარი ხო არის რეალურად 21 საუკუნე ითხოვს როგორ უნარებს ბავშვებისგან იყოს შემოქმედებითი, იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, ხო? იყოს ემპათიური სხვა ადამიანების მიმართ, ქონდეს სოციალური უნარები და ეს ძალიან ისეთი სიტყვა კოლაბორაცია, მაგრამ ფაქტია რომ საჭიროა, რომ მოერგოს ხო, თანამშრომლობას და სიტუაციასთან მორგებ, ანუ სადაც მიხვალ იქ ორი ქუდი რომ უნდა დაიხურო, იმის ამბავია ისე, რომ სკოლაში ვარ და შეთანხმების დაცვამდე მივიდა. ისთვის მოვედი, რატომ რაღაცას ეკითხება? აბა თუ გახსოვთ მე ვთხარი 3-8 წელი ესე რომ თქვა რისი ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რატომ ვარ, ხო, რეალურად მთელი ჩვენი ცხოვრება ხო ეგ არის. ეს სამი კითხვა, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ. გავუტო ხათუნა, მოკლედ მინდა რომ სპეცსაჭიროებსაც შევეხოთ რა. სპეცსაჭიროების მიმართულებით არ არის სავალდებულო ბუნებრივია რომ მასწავლებელი რაღაცა გადამზადებული იყოს ამ მიმართულებით, მაგრამ ინკლუზიური განათლების აღქმა და რაღაცნაირად ეს პულსზე ხელის დაჭერა ძალიან აუცილებელი ყველა მასწავლებელიც უნდა იყოს. ნუ ბუნებრივია, ანუ გულისხმობ აი რაღაცა თერაპევტი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით შენი ცოდნა იყოს ისეთი მოქნილი, რომ სკოლაში შექმნა და კლასში შექმნა ინკლუზიური გარემო. ხა გადაცემის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ თქვენ ხართ ესეთი ორგანიზაცია ჰეის დამფუძნებელი, რომელიც საოცარ პროექტებს ახორციელებს მენადაქვეითებული პირებისთვის, ხო? ამ მიმართულებით თქვენი გამოცდილება არის ძალიან მრავალფეროვანი. რა არის მთავარი გასაღები? ალბათ ახლა შეიძლება ცოტა ისეთი კითხვა არის, მაგრამ რა არის მთავარი მეთოდები, მიდგომები, როგორც ქმნით თქვენ ინკლუზიურ გარემოს საკლასო ოთახში? იმიტომ რომ ვიცი, რომ საკმაოდ მრავალფეროვანია ხოლმე ხშირ შემთხვევაში მოცემულობა. საინტერესო კითხვაა და რა არის ეს გასაღები? ის რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ყველა ბავშვი ინდივიდუალურ სამყაროს დაატარებს, ხო? და მისი აღმოჩენა ამთავარი, აი ეს გასაღები არის რომ აღმოაჩინო, მაგრამ ზოგადად ინკლუზიური განათლება და იმისთვის რომ ინკლუზიური განათლების სიჯანსაღეზე ვისაუბრო, რაღაცა დეტალები მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. როგორ რატომ წინსწრები ქცევა თუნდაც, რატომ ქონდა ბავშვს ასეთი არასასროლი წინსწრები ქცევა. მე უკვე დაიღალა, რაღაცა აქვს და მე არასასროლ ქცევას, მაგრამ არის ეს რაღაცა 5 ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც უბრალოდ არანაირი ტრენინგი არ ქონდა შეიძლება მასწავლებელს თქვათ გავლილი, მაგრამ ამ 5 რამეს განსაკუთრებით აქცევდეს ყურადღება, ხო? პირველი, როდესაც ყავს SSM მოსწავლე, ნუ გავზრდი ტერმინს ცოტა გრძელია ხოლმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აუცილებელია ინსტრუქციების ნაბიჯ მიწოდება. ხო, ინსტრუქციების დაყოფა, პატარა ეტაპებად. მე ერთნაბიჯიანი ინსტრუქცია. მხოლოდ ერთნაბიჯიანი, გადაშალე წიგნი 45 გვერდზე კი არა, ჯერ გადაშალე. მე შემდეგ ნაწილ მიყოლებული ინსტრუქცია, რაც შეიძლება მეტი წყოთ შორის იაკობ გოგებაშვილის სიტყვებია, რომ მიეცით ბავშვებს თვალსაჩინოება. აი, ოქროს კომენსკი, იაკობ გოგებაშვილი, ოქროს წესად წოდებულია თვალსაჩინოება. ანუ თვალსაჩინოებით ვიზუალური მეხსიერების განვითარება. აი, ამბავი კი არ უნდა მოვუყვე, აი ეს ამბავი 4 ეპიზოდად წარმოდგენილი ილუსტრაციების სახით თქვათ წარუდგინო. აუცილებელია მისი მხარდამჭერი იყო, როგორც მასწავლებელი, მასთან რაც შეიძლება ახლოს იდგე, უფრო ყველა მოსწავლეს წავუძახებთ ჩვენ ხო და შემოუძახებთ, რომ ყოჩა, შენ შეგიძლია ყოჩა გამოგივა, არ დანებდე, მაგრამ ასეთი ტიპის მოსწავლეს უფრო მეტად სჭირდება. ჩვენიც და მშობლის მხარდაჭერაც. აი ეს ისე ვთქვათ, 5 მნიშვნელოვანი რამ არის კიდევ ერთხელ ჩამოთვლი, რომ რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინო რესურსი, აუცილებლად ინსტრუქციის ნაბიჯ 1001-ჯერ რომ გაიმეორო. მის მოთმინება რომ ექიმებს ხო აქვს ჰიპოკრატეს ფიცს რო ეძახიან, ხო იცი რომ რაც არ დაჭირდეს ყოველთ მასწავლებლებს, აი ეს ფიცი რო არსებობდეს, ალბათ ამ ფიცს შემოვიტანდი, განსაკუთრებით SSM მოსწავლეებთან, რომ 1001-ჯერ რაც რომ გავიმეორო, მომეცი ძალიან რომ ისე მშვიდად გავიმეორო. კარგია, ამოსაჭრელია ეს ყველა.
რომ ისევ 7 ტემპით და რაც მთავარია ის მეხუთე და ყველაზე მთავარი რომ იყავი მთავარი მხარდამჭერი ადამიანის ვისაც შენი მხარდაჭერა სჭირდება ხო დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია ბუნებრივი ალბათ ძალიან კონკრეტულია ეს ყველაფერი და მათ შორის მშობლებისთვის საინტერესო იქნება ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ სპეცსაჭიროების მოსწავლის სჭირდება ჩვენგან მხარდაჭერა არამედ მშობელსაც სჭირდება თანადგომა იმიტომ რომ მშობელი ამ მიმართულებით გადის ძალიან ბევრ ბრძოლას ხო ძალიან ბევრ გზას ანსასამპირის მშობელი საქართველოში ამას კიდე ცალკე ვიტყვი საკმაოდ რთულია იმიტომ რომ ჯერ მშობელს უჭირს იმის მიღება რომ რატომ რაღაცნაირი კითხვა ჩდება რატომ აიდაბაი ჩემს შვილს ცოტა ისეთი ხდება ხოლმე რომ რატომ ვერ ახერხებს რატომ სხვა ნუ შევადარებთ ბავშვს აი რაღაცა უცბად სიტყვა მოიტანა ორი ერთნაირი ფიფკი არ არსებობს თურმე ხო სამყაროში და როგორ შეიძლება აი ჩემი 5 შვილიდან 5-ვე ერთნაირი იყოს ხო 17 მოსწავლიდან 5-ვე ერთნაირი იყოს ან ნუ შევადარებთ სხვებს ეს არის მისი ინდივიდუალური განსხვავებულობა და განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვნებას სინამდვილეში ხო ეგ არის და მშობელსაც სჭირდება ამის მიღება აი თქვათ არის ხოლმე რომ ხო აი ყველაზე მეტად ეგ უჭირთ აი პირველი გზა რაც უჭირთ მშობლებს ამ შემთხვევაში მშობელს გულისხმობ ასეთი შვილი ვისაც ყავს მოდი ესე ვიტყვი რა ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება მუშაობა არ დავარქმევ რომ აი რაღაც სპეციალური საგანაა აუცილებლად გამოვა უბრალოდ თევს თუ მე მოვთხოვ ხეზე ასვლას ცნობილი ფრაზაა ხო ვერაფრით ვერავა მაგრამ მას თუ იმ გარემოში შევუშვებ იმ ტიპის დავალებას მივცემ აქტივობაცაც შეურჩევ აი თუ მთელი კლასი სწავლობს ასობგერა ფს პირობითად ფორთო ხალხს ხო ჩვენ მასაც ფლზე ვესაუბრებით ცოტა მაღალ კლასში გადავალთ და თუ სხვები ვეფხის სწავლობენ სწავლობენ ესეც ვეფხის სწავლობენ და სწავლობს ოღონ ერთს და მასზე მორგებულს და არა მთელს ხო ანუ რეალურად მასზე მორგებული ადაპტირებული და მოდიფიცირებული რაღაცნაირი სიტყვა ადაპტირებული და მოდიფიცირებული სასწავლო რესურსი უნდა შევთავაზოთ გეთანხმებით ერთი არის რომ უფრო მიდიხარ შეტექსზე აბსოლუტურად გეთანხმებით ერთი არის თქვენ როგორც მასწავლებელი როგორც ცდილობთ უშუალოდ კომუნიკაციაში შეხვიდეთ და მოერგოთ მის საჭიროებს. მაგრამ ასევე დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი როგორც ცდილობ შექმნა მეგობრული და ესეთი ტოლერანტული გარემო საკლასო ოთახში, ხო? იმიტომ რომ ამ ურთიერთობები ქმნის სიყვარულს. ცხადია. ანუ ამ დროს მოსწავლეებისგანაც სჭირდება მხარდაჭერა, ხო? ესეთი ტიპის ადამიანს რო. იცი რა, მე წაღან თქვი კი ვამბობდი, რომ გაკვეთილის მიღმა ჩვენ ვასწავლით ადამიანობას, ხო? ემპათია ერთ-ერთი ადამიანური უნარია, რომ სხვა ადამიანების მიმართ გამოვიჩენოთ, ხო? ჩვენ ასე ვასწავლი ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩემს კლასშიც არის, ანუ 21 საუკუნე ეს საუკუნეა, რომ მომრავლებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები შეიძლება კლასში 4-5 იყოს და მაგრამ სხვა ბავშვებსაც უნდათ ვასწავლოთ მათთან ურთიერთობის ფორმები. ანუ ეს არის ემპათია რეალურად. რომ მისი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. რომ პირიქით თქვენც ჩემთან ერთად უნდა იყოთ მისი მხარდამჭერი და ხო რაღაცა ესე მარტივად გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ ურთიერთობები ქმნის ნამდვილად სიყვარულს. გითხრებით. ჩვენი პროფესიის ალბათ ცალკე მიმართულება არის მშობლებთან ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ერთია რომ ბუნებრივია ვასწავლით მოსწავლეებს, მაგრამ მეორე არის როგორ კომუნიკაციაში ვართ მშობლებთან, ხო? როგორი ტიპის, როგორ თქვა, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. თქვენი აზრით საუკეთესო სცენარი მანდ რა შეიძლება იყოს? როგორი შეიძლება იყოს მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა? ეს შეიძლება იყოს რაღაცა სხვადასხვა ესეთ სკალაზე თუ გავზრდო შეიძლება ძალიან უშუალოც იყოს, შეიძლება ძალიან აკადემიურიც იყოს, ხო? სად უნდა ყველაზე მეტი მხარდაჭერა? სად სჭირდება ყველაზე მეტი მხარდაჭერა მშობელს? თქვენი საუკეთესო გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? საუკეთესო კითხვაა, მე მგონი, სად სჭირდება მშობელს მხარდაჭერა იმისთვის, რომ სწორედ იქ, რომ თავისი შვილი მიიღოს ისეთი, როგორც არის და არ მოსთხოვოს იმაზე მეტი, რაც ამის დანახმებას თქვენ ეხმარებთ. უნდა შევეცადოთ, ხო? მანდაც მოდი ესე ვიტყვი, ზღვარი. ხო, არსებობს ზღვარი, არც იქით და არც აქეთ, ხო, არც ზედმეტი თქვა შევაწუხო რაღაცა მოდი მიიყვანეთ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ პირველი გადადგმა ნაბიჯის მშობელთან ცოტა ძნელია რომ მოიყვანო შენთან მოგერგოს გეთანამშრომლოს აი რაღაცა ეს აქვს რომ ჩემი შვილის მტერი ხო არ არის აქვს აი შინაგანად ამ დროს პირიქით მე იმიტომ მინდა რომ
თქვენ ეს გააკეთოთ როგორც მშობელმა, რომ ჩვენ ერთად კარგი შედეგი დავდოთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც ზუსტად იმაზე არ ვიცი, ბევრჯერ მიფიქრე ნეტა მშობელი უფრო ბევრს ფიქრობს თავის შვილზე, ნეტა მე მოსწავლეებს იმდენად საქმიდან გამომდინარე, იმდენად საქმე ითხოვს ხოლმე, რომ აი, ეხლა ამ აქტივობაში რა ვქნა, ახლა მოდი ამ ქცევის დროს რა ვქნა, ახლა არის მომენტები, როცა რაღაც ისეთი შეიძლება აღმოვაჩინოთ სასწავლო პროცესში, რაც მშობელმა საერთოდ ვერ დაინახა. და პირიქით, მშობელმა გვანიშნავს რაღაც ისეთი, რაც ჩვენ საერთოდ ვერ დავინახავთ. ნამდვილად, იმიტომ რომ სხვადასხვა გარემოში ბავშვები სხვადასხვანაირად იქცევიან, ხო? დასწავლილი ქცევა არსებობს, ასაც თქვა ავთენტურ გარემოში სხვანაირად გამოდის, სკოლაში აბსოლუტურად სხვანაირად. ხო, ყოფილა შემთხვევა, რომ ვთქვამთ, რომ აუ, სახლში ეს არ იქცევა. ან პირიქით, მართლა თვითონ გააკეთა, ამოხსნა, ეს თვითონ თავად გასცა პასუხი, იმიტომ რომ სახლში ვერ ანუ კიდევ ამბობ, გააჩნია რომელ გარემოშია მოსწავლე, ხო, შესაბამისად, ჩვენ ცხომეთ ნაკლებად დიდებიც ხო ესე ვართ, ხო, ყველა გარემოს ვერ გეგით. სხვანაირად გამოვავლენთ საკუთარ თავს, სხვადასხვა გარემოში. ასე რომ აი, კარგი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ერთობა აი ამ სამკუთხედ, ქვაკუთხედს რო დავარქმევდი, კარგი იქნებოდა თუ აი ესეთი ინტენსიური და პირდაპირ საქმეზე და მოსწავლეზე ორიენტირებული იქნებოდა. გეთანხმებით. თუმცა არ გვაქვს ხოლმე მაგის მაინც რომ ასე ხშირი თანამედროვე ეპოქის მასწავლებლები ვართ, ხო? ანუ და გვიწევს მუშაობა მაშინ, როდესაც ძალიან ესე რომ ვთქვათ, განვითარდა ციფრული ინდუსტრია, ციფრული სამყარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც შემოვიდა ეს ელემენტი. ალბათ ძალიან რთულია, მე მაგალითად მახსენდება, რომ აბსოლუტურად ყველა მულტფილმი ვნახე, რომელიც ჩემო მოსწავლეებმა იცოდნენ და მე არ მქონდა ნანახი. იმიტომ რომ მცოდნოდა მათი ინტერესის სფერო სად იყო. მიუხედავად რომ შეიძლება საერთოდ არ მომწონებოდა რაღაც კონკრეტული მულტფილმი და მოსწავლეებმა შემაყვარეს მულტფილმი სხვადასხვა. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლისთვის აი თანამედროვე საშუალებების გამოყენება, ხო? ჩვენი კლასები აღჭურვილია პროექტორებით, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია ავთენტური გზებით მიიღოს მოსწავლემ აი ეს ცოდნა. კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რადგანაც კიდევ ამბობ, ეს ტექნოლოგიების საუკუნეა, ხო, ბუმია ტექნოლოგიების, აუცილებლად საგაკვეთილო პროცესიც, აი პირდაპირ მნიშვნელობით აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს. აი ამ ტექნოლოგიების გამოყენებას თუნდაც, ხო, საგაკვეთილო სივრცეში რაღაცა ვიდეო ანიმაცია ვარჩენ, რომელიც რა თქმა უნდა შესაბამისია თემატური, თქვა, ახლა იმ დღეს გუნდურობა ახსენე და რა თქმა უნდა პატარა ანიმაცია მოუძებნებთ გუნდურობასთან დაკავშირებით, თქვა, როგორ აკეთებენ ამას პინგვინები ან ჭიანჭველები და მე რატო იცი, кейსებით სწავლება, ხო, 21 საუკუნის ერთ-ერთი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, кейსებით სწავლება, ეს ორი და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ეს სამი რამ ისე არის ერთმანეთზე შერწყმულ გადახლართული, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დამატებითი რესურსი წიგნის გარდა. და ძალიან დიდი მადლობა იმ სკოლებს, მათ შორის ჩვენსაც, ვისაც აქვს ასე აღჭურვილი, და არის სკოლები სამწუხაროდ, რომელსაც არ აქვს, ხო, ეს ტექნოლოგიები და პირიქით, მშობელიც შეგვიძლია ჩავთოთ სახლში. ხო, სახლში მაინც აქვს ყველას ბავშვს თავისი პლანშეტი ან ტელეფონი. ის გამოიყენოს საგანმანათლებლო, მაგალითად, ბმულებს ვაძლევ ხოლმე, ვთქვათ, მოდი მათემატიკის, ვთქვათ, სავარჯიშოები გააკეთე, აი აქ, თუნდაც 5-10 წუთი. და ნახეს სწავლობს ამითი დროის მენეჯმენტი. აი, ბმულის მიცემა ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ. აი, თქვენ თქვით, რომ მაგალითად გუნდურობაზე ნახეთ ანიმაცია, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრიდან ამას მოყვა რეფლექსია, ცხადია და იმჯელეთ და განიხილეთ. იგივე ბმული, რომ ჩაუგდოთ მაგალითად მშობელს და ანახოს, ოღონდ არ გაუკეთოს რეფლექსია. და რა სიტყვის ბავშვი. ხო, რა სიტყვის ბავშვი, მაგრამ მეორე მხრივ ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მოსდევდეს საუბარი. ეხლა იმიტომ არის პრობლემური თანამედროვეს გაჯეტების პრობლემა, იმიტომ რომ მოკლე ვიდეოებს ახსნების გარეშე, რეფლექსიის გარეშე უყურებენ. და ტვინი საერთოდ ან არ იმახსო, ან არ ფიქრობს, ან იქნება პრობლემა, რომ საერთოდ ვერ სცემს კითხვაზე პასუხს, რა მოხდა, ასე შემდეგ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ჩაიქროლა და ჩაქროლება. აი წერან ჩვენ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგი სიტყვები თქვით, რომ მხარი უნდა ზურგი უნდა იყოს, ხო, მოსწავლის მშობელი. ეს ალბათ ეხება თვითონ ანიმაციებსაც, ვიდეოებსაც, თუ მაგალითად ხდება გაჯეტებთან ურთიერთობა, ამ ნაწილშიც როგორი მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა. იმიტომ რომ გადაჭარბება ხო არაფრის არ ვარ. გასაგებია რომ ის გაჯეტი ბავშვისთვის ძალიან ისეთი მიჯაჭვულია ამ ბოლო პერიოდში ხო, ამ საუკუნიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ის გახდება ამოდროულად სასწავლო, თუ ის გახდება ისეთი საგანი, რომელიც თან სწავლისა და განვითარებისთვის ხელშემწყობი იქნება, მაშინ რატომაც არა. თუმცა ყველაფერს სჭირდება დრო. თუ გადააჭარბა დროს, მაშინ უკვე არაფრის მომცემი აღარ არის. აი ეს ბმულები, რომელსაც მე ხშირად ვუგდებ ხოლმე, თამაშებია მათემატიკური, თქვათ, ქართული ის არის ანიმაციის, რომ სიტყვები უნდა დააკავშიროს იმასთან.
ეს თამაშია, მაგრამ თამაში სწავლისთვის და არა თამაშისთვის და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიებიც ძალიან ერთ-ერთია თვალსაჩინოებას, თუ ისევ დაუბრუნდები, რომ თვალსაჩინოება არის ოქროს წესად წოდებული, ერთ-ერთია, რაც ხელს მიწყობს სწავლების პროცესში, რომ TV-ს ვინი რო ვახსენებ პირველ კლასელებთან, რა თქმა უნდა, არავინ აღარ იცოდა, ხო? რაღაცნაირი არ არის ცნობ. როგორც კი გამოვაჩინე ეკრანზე, მაშინ უკვე ბევრი რამ ვთქვით და დავახასიათე. ამის საშუალოდ რატო არ გამოვიყენოთ ესე რომ ხო, ეს იმიტომ მინდა შევეხო აუცილებლად თქვენ რადგან ხართ ჩემი სტუმარი, ამიტომ ეს თემა დავტოვე ესე ხელშეუხებელი ფერებს მინდა შევეხო აუცილებლად, იმიტომ რომ როდესაც გავივლი ხოლმე თქვენ საკლასელოდ ახლა ყველაზე მეტად რაც თვალში ხდება არის ფერები. ოღონდ ეს ფერები მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ ყველა დიდი ადამიანის, რომელიც პატარა ადამიანს ეურთიერთება, იმიტომ რომ ბავშვები არიან ვიზუალური სწავლების ხშირ შემთხვევაში სამყაროს ფერებით აღიქვამენ, ხო? ყველაზე კარგი პრაქტიკა თქვენი რა არის ამ ფერების გამოყენების? მე კი მინახავს და ვიცი ესე რომ ვთქვათ და გამომიცდია ესე რომ ვთქვათ ყოფილა თქვენ გაკვეთილზე, მაგრამ აი მშობლებისთვის გასაგები გავხადოთ, რატომ არის ფერები მნიშვნელოვანი პატარა ასაკში განსაკუთრებით? მერეც რა თქმა უნდა. კარგით, მოდი ისევ დავუბრუნდები იმას, რომ 21 საუკუნე ითხოვს ჩვენგან შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების გაზრდას. შემოქმედებითი უნარები ესეციდანაც არ გვეფერთხება, რა თქმა უნდა, გვეფერდა ცოტა ნაწილობრივ, მაგრამ რაღაც დონით და აუცილებლად განვითარება შეიძლება. ხო, იყო შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი, ეს უკვე ბევრ რამეს მინიშნავს ცხოვრებაში. ამაში მეხმარება სწორედ ფერები, რომ მივიყვანო, გავუღვივო, გაუფართოვო და ფერადი გავხადოთ, იმიტომ რომ სამყარო აღიქვა ფერებში, ეს კიდე ცოტა სხვა რამეა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ბევრი მეტნაკლებად საუკუნიდან გამომდინარე ცხოვრებიდან რაღაცა პრობლემებია, მაგრამ შენ თუ ამას ფერებში უყურებ, მარტივად შეგიძლია რაღაცები გადალახო. ფერები არის ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე გადასვლაში. ფერი ეხმარება არა მარტო აქტივობაში, არამედ გააზრებაში. და სულ არ ვიცი, მაგრამ ემოციებთან პირდაპირ კავშირში ხო? და ერთი მოსწავლე ამბობს, აი მათემატიკა ასეთი ფერადი თუ იყო, არ მეგონოდა ის მთელი ბრძნული სახით ამ მათემატიკა, იმიტომ რომ ამ დროს და ბევრში ძალიან რუტინულად არის, ხო? ამ დროს იმდენი მაგალითი დავწერე ამ ფერების ხათრით იმ ერთ დღეს. იმდენი მაგალითი, ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს, შემოუყვარდა, შემოესწავლა, ხო? აი ეს შემოეჭამა რაღაც. ისე შემოესწავლებათ ხოლმე რაღაცეები, ამ გონიათ რომ თამაშობს, ფერებთან ურთიერთობით, აი ფერს აღიქვას რომ და მოდი აბა რა ფერია მათემატიკა, კითხვა როდესაც არის ჭრელი. რა ფერია ქართული და მასწავლებლებს ქართულსო ფერი არ აქვს, იმდენად ბევრი ფერია შერო. ანუ სამყარო უკვე დავანახე ფერებში. ჩემი მიზანი მგონი მივახციე. ერთი არის რომ თქვენ ფერები შეგაქვთ აქტივობებში, ხათ და მეორე არის რომ სწორედ მნიშვნელოვანი დეტალია, ძალიან ხშირად დავკვირები ვარ მაგას. მასწავლებელი რამდენად ფერადია თვითონ. ანუ მასწავლებელი როგორი ფერადი ტიპი არის, ესე რომ ვთქვათ. მე ძალიან ხშირად მithხოვს ჩემი თანამშრომლებს, ახლა რა თქმა უნდა ეს მათი პირაცივ სისტემათ არ მინდა რომ მათ პირაცივ სისტემაში იმას უკვე, მაგრამ რჩევა მიმიცია რომ მოდი თუ შეგიძლია რაღაც დეტალი მაინც იქონიე ანუ რა ვიცი ქუდი, რაღაც კაშნა ესე რომ უფრო მეტად ესე რომ დაგასკანეროს მოსწავლე მაგ შემთხვევაში აღიქვას ძალიან გიახლოვდება მაგ დროს მოსწავლე. ძალიან გამიხარდა ახლა ეგ რო ახსენეთ და რატომ იცი განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. პირდაპირ მნიშვნელობით ფერები ტანზეც უნდა ისახებოდეს, ანუ სამოსშიც. შავი ბავშვებთან აუცილებლად რატომ იცი ფერი მოქმედებს განწყობაზე, ემოციაზე, დამოკიდებულებზე, და შავ თეთრში არ უნდა ვაჩვენოთ სამყარო, ხო? აი ამიტომ სულ ამბობ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ასაკით აღარ ვარ პატარა. აი ეს ფერები, ეს ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ენერგეტიკა მათი, სულ ვცდილობ ხოლმე რომ მათ ხელა ვიყო და ხან იმ დღეს ხან ფრთები შევიმოსე, ხან მუზარადით შევედი. თუმცა ეს გასაკვირია, ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ მე ხო მათ ხელა ვარ, ჩვენ ხო ერთმანეთის მეგობრები ვართ. მე ხო რეალურად ყველაზე კარგი რჩევა მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის არის რომ გამოდი შენი ასაკიდან, შენი ტყავიდან ესე რომ თქვა ბჭოლი, შეძვერი მის ასაკში და მისი ასაკიდან იმოქმედე, ხო? ითამაშე მასთან ერთად. რა მოეწონებოდა ამ დროს შენს მოსწავლეს? ის რომ ითამაშოს და თამაშით მივიდეს სწავლამდე თუ ის რომ დაწეროს გადაწერე, წაიკითხე, განაგრძე. არა, ამ დროს შეგიძლია ეს თამაშით გააკეთო.
და საუკეთესო შედეგამდე მერე მიდიხარ. წეღანაც ახსენეთ აქტივობის შეცვლა და მაგასაც მინდა შევეხოთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოჯახში, ასევე საკვეთილო პროცესში, ხო? არ ვიცი, ბავშვმა დაიწყო მაგალითად კომპიუტერის თამაში და ეხლა ჩვენ უნდა შევუცვალოთ აქტივობა, გადავიყვანოთ, არ ვიცი, სასეირნოდ უნდა წავიდეთ, ან ტელევიზორს უნდა უყუროთ, ან უნდა ვიმეცადინოთ, იგივე მაგალითად მათემატიკა დაიწყო სკოლაში, მე ქართული იწყება. რა არის ყველაზე ისეთი სასურველი, კომფორტული მეთოდი აქტივობის შეცვლის? რა შეიძლება იყოს? არ არსებობს კიდევ ერთხელ ვიძახი, უნიკალური რჩევა არ არსებობს, მაგრამ საუკეთესო პრაქტიკა მიმართულებით, თქვენი პრაქტიკა მაგალითად. ისე დაუბრუნდები იმას, ჩვენ ახალ წაღან საუბრის დროს ვახსენეთ კიდევაც, რომ წინასწარ განსასრული გეგმა, რომ ჩვენ დღეს ვაკეთებთ, ვთქვათ, დავხატავთ, გავაფერავდეთ, ამოვჭრით, დავაკავშირებთ სიტყვას, წავიკითხავთ, ვთქვათ, რაღაცა 5 ან 7 გეგმა საგაკვეთილო პროცესში. როგორც კი დამთავრდა ერთი აქტივობა და ვიცი რომ მეორე აქტივობაზე გადავდივარ, ვიწყებ შეხსენებას. თავიდან. ჩვენ ხო შევთანხმდით რომ პირველი ამას ანუ შეთანხმებების ხშირად შეხსენება. მოდი ესე დავარქვათ, წესები კი არა, შეთანხმებები, ხო? შეთანხმებას ცოტა სხვა ემოცია მოაქვს. ჩვენ ხო შევთანხმდით. ჩვენ ხომ ასე გადავწყვიტეთ თავიდანვე იცის რა უნდა გააკეთოს და მოლოდინი აღარ აქვს, რომ აი ხო მე კიდე მინდა თამაში, მაგრამ უნდა შევჩერდე, იმიტომ რომ მე ხო შეთანხმება მაქვს, მეგობრებს შევპირდი, რომ ასე უნდა გამეკეთებინ, ასე რომ თანმიმდევრული, რა შეგვიძლია ესე ვიტყვი, რომ თანმიმდევრულობა, შეთანხმებების თანმიმდევრული დაცვა და აქტივობიდან აქტივობაზე ისე გადასვლა, რომ მეორე აქტივობამ ახლა პირველი სწრაფად ჩაანაცვლა. თუმცა ყოფილა ხო რა ის ხალიჩიდან იქ რო დაждდება, აბა მოდი ხა ვცდილობ, მოდი აბა 10 დათვლაში თუ იზავე რაღაც სავში და შედეგს ვაუმჯობესებ. შემოგაქვთ ხალხო. აბა მოდი ძალიან მაგარი. ხო თამაში მიყავხარ და თამაში ძალიან მინდა რომ არასდროს დასრულდეს მოკლედ ჩვენი საუბარი, მაგრამ მინდა რომ ცოტა ბოლოსკენ წავიდეთ. ძალიან საინტერესო იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პოდკასტი იქნება ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად და ჩემი დიდი აპლოდისმენტები და კომპლიმენტები თქვენ. მაინტერესებს ორი კითხვა დაგისვათ კიდე დამატებით, რომ რა იყო თქვენი, აი როგორც მასწავლებლის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე რთული მომენტი? შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ. უდავთქვა რა იყო ყველაზე რთული. პირველად რო შემშვეს მე-11 კლასელებთან მასწავლებლად, მაშინ ჯერ კიდევ 19-20 წლის გოგონა ვიყავი და როდესაც ჩემზე მაღალი ადამიანები, ზომით ბიჭები, გოგონები და პირველჯერ გაუკვირდათ რომ მასწავლებელი ვარ და მე მქონდათ განცდა რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ და პირველად რომ მასწავლებელი დამიცახეს, აი არ ვიცი რა იყო ეს და მეკონა რომ სულ წითელი ვიყავი მართლა, იმიტომ რომ მეკონა რომ ეს რაღაცა არ ვიცი რა იყო ჩემთვის, მაგრამ იმ დღიდანვე აი როგორც კი ეს სიტყვა გავიგე რომ მე ახალი სტატუსი მომენიჭა ცხოვრებაში, მე მახსენდება ის პერიოდი, პირველი წლები და მასწავლებლობის პირველი ნაბიჯები, ყოველ ღამე აი მახვიძებდა შფოთა, გაკვეთილი რო ვერ ჩავატარო, რო ვერ შევძლო, რო ვერ და აი ბევრჯერ ექსპორტები უნიშნელოვანია. ხო, აი ბევრჯერ მიტრიალებია ეს აქტივობა, ასე ვქნა, ისე ვქნა. კარგია ასეთ დროს, როცა ახალ პედამასწავლებელს ვინმე ყავს მრჩეველი, არ მყოლია რატომღაც, მაგრამ ასე გამოვიგონე მე ველოსიპედი და მეორე აქიდან დაწყებული რა თქმა უნდა ვიტყვი რომ ყველაზე მაღალი მიღწევა იყო ესე რომ ვთქვათ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და მე ვფიქრობ რომ ეს იყო ჩემი პროფესიის დაფასება პირველ რიგში და მეორე ჩვენ საუბარი დავიწყეთ ამით რომ ამ ბოლო დროს რატომღაც მასწავლებლის პროფესიას ვთქვათ ნაკლებად ირჩევენ ეს არის პოპულარიზაცია მასწავლებლის პროფესიის რომ მასწავლებლობა აბედნიერებს უფრო მეტი ხალხი მოვიზიდოთ ერთი კია რომ მასწავლებლობა მართლა აი თუ სულით ხარ, აი მე არ თამაში არ გჭირდება, მათხელა ვარ, მათთან ერთად თამაშობ. პროცესი არის აზარტული. აი ისე რომ, ეს უფრო მეტი ხარ მეკნა, თუმცა დღემდე მაქვს ეს გამოწვევა, გავკვეთილი და რომ გამოვდივარ, პირველი კითხვას, რასაც საკუთარ თავს რა გამომივიდა კარგად და რა არის ის, რასაც ხვალ გავაუმჯობესებ და ჩემ მოსწავლეებსაც სულ ვასწავლე. თვითრეფლექსიის აი მოდი ყოველ დღე რა გამომივიდა დღეს უკეთესად და რა ვისწავლე დღეს. ის რაც გუშინ არ ვიცოდი და ვფიქრობ რომ ყოველ ასე საკუთარ თავზე მუშაობა რა თქმა უნდა ყველა პროფესიაში მიგიყვანს კარგ შედეგამდე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა სუხდი ჩვენს მაყურებელს. გთხოვთ გამოიწეროთ, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და დაელოდოთ მოკლედ საინტერესო პოდკასტებს და სტუმრებს კიდევ ერთხელ. მადლობა, დროებით. დროებით.